თუ შეგიმჩნევიათ ფილმში ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ, როდესაც ბრიუს ვეინი გამოქვაბულში მის კოსტუმს სეიფში ჩაკეტავს, ჩვენ ასევე ვხედავთ რობინის კოსტუმს, რომელიც ჯოკერის მიერ არის მოხატული. ვინც DC კომიქსების მოყვარულია, ყველამ ვიცით იმ ისტორიის შესახებ თუ როგორ მოკლა ჯოკერმა რობინი და ამის შემდეგ ბეტმენი გლოვას და მძინვარებას მიეცა. უბრალოდ ამ ვერსიის კინოვერსია ჯერ არ გვეღირსა და რომ არა Warner Bros-ის სიბეცე ასეც იქნებოდა. თუმცა რამოდენიმე წლის შემდეგ Cartoon Network-მა მაინც შემოგთავაზა სნაიდერის თვალით დანახული რობინი ანიმაციურ სერიაში თინეიჯერი ტიტანები, სადაც ისინი DC სამყაროს მთავარ ვილაინს, Darkseid-ს უპირისპირდებიან.